კომერციული რეკლამის განთავსებაზე მაუწყებლებს შესაძლოა ახალი შეზღუდვები დაუწესდეთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარდგენილი წინადადებები საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა და მას პარლამენტი მხარს დაუჭერს. თუმცა დეპუტატების მხარდაჭერამდე მარეგულირებლის ინიციატივა უკვე მიუღებელია ტელეკომპანიების დიდი ნაწილისათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ყოველმხრივი განხილვის გარეშე ამ წინადადებების კანონად ქცევა სარეკლამო ბაზარს შოკურ მდგომარეობაში ჩააგდებს. ნახეთ, რატომ გამოიწვია ასეთი შეფასება დღეს პარლამენტში წარდგენილმა ინიციატივამ და რაც გულისხმობს რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებული ცვლილებები. კომერციული რეკლამის განთავსებაზე მაუწყებლებს შესაძლოა ახალი შეზღუდვები დაუწესდეთ. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილებებზე, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ დღეს კანონმდებლებს წარუდგინა. ცვლილებების თანახმად, თუ მანამდე რეკლამისთვის დროის ლიმიტი 24 საათზე იყო დაწესებული, ახალი ინიციატივით ლიმიტი საათობრივად განისაზღვრება. მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სატელევიზიო კომპანიებმა შესაძლოა რეკლამა რაოდენობრივად დაკარგონ, თუმცა ვახტანგ აბაშიძის განცხადებით ეს კომპანიებს არ დააზარალებს. 2015 წელს სარეკლამო ჭრა, გაერთიანებული რეკლამა და სპონსორობა იქნება 15 წუთი საათის განმავლობაში, 2016 წლიდან იქნება უკვე 12 წუთი. რაოდენობრივად რეკლამა შეიძლება შემცირდეს საათის განმავლობაში, მაგრამ შემოსავლების კუთხით და ეფექტურობის კუთხით კომპანიებს არაფერი არ ემუქრებათ. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რაც ცვლილებებისთვის უნდა დაეჭირათ მხარი. ნაწილი კი ეთერში ხანგრძლივი რეკლამის განთავსებით მოსახლეობის ინტერესების დარღვევაზე აკეთებდა აქცენტს. იქნება გვითხრათ ამ შესახებ, აი კანონით ჩვენ რას ვაძლევთ დღეს ხმას. მოდი მომხმარებელს ვკითხოთ, სიამონებს თუ არ სიამონებს ერთ რაღაც იმაში პრაიმ ტაიმში დაუშვათ ჭრა იყოს 15 წუთიანი, 20 წუთიანი და ასე შემდეგ. ნამდვილად არ სიამონებს. ევროსტანდარტს კინოს რო ჩაჭრიან და ხო გაღიზიანებს, რა თქმა უნდა. თანაც რო ჩაჭრენ მთელი საათის განმავლობაში კინო რომ მიდის ვითომ და 50 წუთი რეკლამა და 10 წუთი ფილმია. თავად მაუწყებელი კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით მარეგულირებელი კომისიის ინიციატივის კანონად ქცევა სარეკლამო ბაზარს შოკურ მდგომარეობაში ჩააგდებს. ნაწილი ამ წინადადებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. მათთვის გაუგებარია ის მუხლიც, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიების მიერ ახალი ამბების გამოშვებაში პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება დაუშვებლად ჩაითვლება. ნებისმიერი ნიუსი რაღაცა თვალსაჩინო რეკლამაა, რაღაც თვალსაჩინო პიარია. ამ ლოგიკით ჩვენ მარტო პოლიტიკურ ნიუსამდე დავდივართ და კულტურულ ნიუსამდე, ხო? მაგრამ კულტურულ ნიუსი შეიძლება რუსთაველის თეატრის პრემიერა ვერ გაუშვათ, იმიტომ რომ ისიც საწარმოა გარკვეული თვალსაზრისით და ისიც რეკლამა გამოდის, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი არის სრულიად მოუმზადებელი, არის იმ ადამიანების გაკეთებული, რომლებსაც ნამდვილად არ ესმით მედიაში მიმდინარე პოლიტიკა, თუმცა შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ ამისი და წევენ აბსოლუტურად უსაფუძვლო და ძალიან მძიმე რისკებს. უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რომ არ განიცადოს შოკი სარეკლამო ბაზარმა, ფასები არ ავარდეს ძალიან და ასე შემდეგ. თუმცა რაღაც გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ შესაძლებელია ეს რეგულირებები მოხდეს. ცუდია ის, რომ სარეკლამო სასპონსორო პაკეტების შემცირება ხდება და შეზღუდა, იმიტომ რომ სერიალებზეა ძირითადად აქ სპონსორები და მოგვიწევს ფასის გაზრდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებულ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტელეკომპანია კავკასია. არხის დირექტორის განცხადებით, ცვლილებები ავტორებმა არგუმენტების გარეშე წარმოადგინეს და მაუწყებლების ინტერესები არ გაითვალისწინეს. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, პრობლემას არა მხოლოდ საათობრივი სარეკლამო დროის ლიმიტის დაწესება, არამედ ის მუხლები წარმოადგენს, რომლებიც სარეკლამო ბაზარს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ არაუშავს ძვირად გაყიდით რეკლამას რეგულაციების შემოღების შემდეგ ვერ გავყიდით და თუ გავყიდით დაზარალდება ბიზნესი. რეკლამა მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება. რეკლამა ჭირდება ბიზნესსაც, იმისთვის რომ განვითარდეს და უკეთ გაყიდოს თავისი პროდუქტი. რეკლამა მაყურებელს შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ ზუსტად იმისთვის არის რეკლამა საჭირო, რომ მაყურებელმა ნახოს ხარისხიანი პროდუქტი ტელეეთერში და საერთოდ არ გაქრეს ეს ხარისხიანი პროდუქტი. და სამწუხაროდ დღეს პარლამენტი კომიტეტში ამ კანონპროექტს განიხილავდა იმ დონეზე, რომ აი ვიღაცას ნერვებს უშლის ტელეეთერით რეკლამა. ასე არ შეიძლება, ცოტა მეტი კვალიფიკაცია მოეთხოვება ჩვენს კანონმდებლებს. ბაზარი რომ ჩამოიშლება, ასე ვთქვათ, და პრობლემები რომ შეიქმნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამაზე ხელისუფლება. მარეგულირებელი კომისიის განცხადებებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისი ერთ-ერთი ვალდებულება სატელეკომუნიკაციო
საკომუნიკაციო და მედია სფეროში არსებულ დირექტივებთან. კანონმდებლობის ჰარმონიზაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა მათი განცხადებით სახელმწიფო მაუწყებელი კომპანიების ინტერესების დაცვაზეც უნდა იზრუნოს. სახელმწიფო მოთავსებელებული უნდა შეესრულოს, მაგრამ მეორეს მხრივ ტელევიზიების პროპორციული ლეგიტიმური ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული, ისე რომ ანუ კომპრომისი უნდა მოხდეს ორივე მხარის შორის, არ მოხდეს ერთის როგორც სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევა, მეორეს მხრივ არ მოხდეს სარეკლამო ბაზარი იქნება სამაუწყებლო ბაზარი, თქვა მძიმე შოკური დარტყმა არ მიიღოს და ეს პერიოდულად ისე მოხდეს, რომ ორივე მხარის კომპრომისით გადაწყდეს ეს საკითხი. რა უნდა მომხმარებელს, რა უნდა ბაზარს, ამის სახებ კვლევა ჩატარებული არ არის. თავარი ამ შემთხვევაში გავიგოთ თუ რა მოსდის რეიტინგებს რეკლამის დროს, როგორია რეკლამის განმათავსებლებისთვის უფრო ეფექტური სარეკლამო ჭრები. და ამ შემთხვევაში ჩვენი აზრით ეს 20 წუთიანი, უკაცრავად 20%-იანი, 12 წუთიანი სარეკლამო ჭრები აბალანსებს მომხმარებლის ინტერესებს მეორე მხრივ, აბალანსებს ბაზარზე კონკურენციას და მესამე მხრივ აბალანსებს რეკლამის განმათავსებლების ინტერესს, რომ მათი რეკლამა არ იყოს უბრალოდ ცარიელი აუტორის garaში გაშვებული კონტენტი სატელევიზიო ეთერში. რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტის სახით ინიცირებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გეგმავს. ტელეკომპანიები კი მიიჩნევენ, რომ კანონის სარეკლამო ნაწილში ცალკეული ცვლილებები მთლიანად კანონის ცვლილების პარალელურად უნდა განხორციელდეს, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადაცვლის პროცესს უკავშირდება. ტელეკომპანიები განხილვის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისეთი საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თამაშის წესებს განსაზღვრავს და ბაზრის სტაბილურობას უზრუნველყოფს.